პირველი და მთავარი რატომ მოხდა ვარდების რევოლუცია, მოკლედ რო ვთქვათ, მოხდა მარტივად იმიტომ, რომ შევარდნაძემ არჩევნები გააყალბა და ეს გაყალბების ამბავი ხალხმა გაიგო, ეს უსამართლობის განცდა ყველას მოედო და ბუნებრივია ადამიანებს არ უნდათ გაეტარებიათ ეს ყველაფერი და მოტყუებულები ყოფილიყვნენ. და ამიტომ ბუნებრივია სხვადასხვა პარტიები მაშინ ორი ძირითადი პარტია იყო, ერთი ნაციონალური მოძრაობა მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით და მეორე გაერთიანებული დემოკრატები, ეგრეთ წოდებული ბურჯანაძე დემოკრატები, ზურაბ ჟვანიას და ნინო ბურჯანაძის ხელმძღვანელობით. აი ეს ორი ძალა იყო, ამ ორმა ძალამ სხვა პოლიტიკურ პარტიებთან ერთად იყვნენ სხვა პარტიებიც, რა თქმა უნდა, დაიწყეს საპროტესტო აქციები და როდესაც ვარდების რევოლუცია მოხდა, ну აი ხა ეს უკვე პერიპეტიები სხვა ალბათ საუბრის საგანია რა ბეწვის ხიდზე გავიარეთ და რანაირად მოხერხდა რომ ეს ყველაფერი ჩვენი გამარჯვებით დასრულებულიყო გამიხარდა იმიტომ რომ დავინახე რომ ჩვენ გვაქვს შანსი ძალიან კარგი შანსი ძალიან კარგ გუნდთან ერთად ძალიან კარგ ხალხთან ერთად ძალიან სწორად მოაზროვნე ადამიანებთან ერთად მიშა ზურას ნინოს ხვების ასე ვთქვათ თამადობით რომ რაღაცა მნიშვნელოვნად შეგვეცვალა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. პირველ რიგში ჩვენ ვიგზავნით რომ შეგვიძლია გავაკეთოთ ის რის საშუალებასაც შევარდნაძე არ გვაძლევდა ყველა მიცის რომ ჩვენ წინა მანამდე თანამშრომლობით შევარდნაძესთან მიშა მაგალითად მინისტრიც იყო მე მინისტრობაზე უარი უთხარი შევარდნაძეს იმიტომ რომ არ მჯეროდა მასთან მუშაობისა სპეციალურად შექმნა შემოსავლების სამინისტრო რომელიც შემონთავაზა მინისტრობა და უარი უთხარი იმიტომ რომ არ დავთანხმდი მისი თამაშის წესებს და ამან ცოტათი გაახანგძლივა მასთან რაღაცა ჭიდაობის პერიოდი თუმცა დასრულდა სწორედ ისე როგორც მე ვარაუდობდი ვამბობდი რომ შევარდნაძესთან აღარ გამოვა მუშაობა თუმცა რაღაცა პერიოდის განმავლობაში მას ქონდა ნაბიჯები იგივე ევროპასთან მიმართებაში რუსეთთან კონფრონტაციის თვალსაზრისით ჯარების გაყვანის კუთხით იგივე მესაზღვრეების გაყვანის კუთხით მაგრამ ეს ჩვენ ნამდვილად აღარ გვაყოფილებდა ხედავდით რომ ეს თავრობა უკვე იყო რეტროგრადული აბსოლუტურად რეგრესისკენ მიმართული ხელში ჩაიგდო აი მამალაძეებისნაირმა და კახათ არგამაძისნაირმა ადამიანებმა ანუ ბოლომდე მათი გავლენის ქვეშ მოექცა შევარდნაძე ყველას თქვა პროგრესული ძალა ზურაბ ჟვანია მიხეილ სააკაშვილი ყველანიც ჩამოცილდნენ და ჩვენ მისი ოპოზიცია გავხდით ეს სისტემა უკვე ეფლობოდა ჭაობში და აი უნდა დამსგავსებულიყავით სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს ეს ნამდვილად არავის არ უნდოდა არ ჩვენ გუნდში და რაც ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების უმეტეს ნაწილში. სწორედ აი ეს დავინახეთ რომ ამის შესაძლებლობა რომ ის გაგვეკეთებია რასაც ვეუბნებოდით შევარდნაძეს რომ უნდა გაეკეთებია. პირველ ყოვლისა ის იყო ანტიკორუფციული ნაბიჯების გადადგმა. იმიტომ რომ კორუფცია აღჭობდა ყველაფერს, კორუფცია ხრავდა სახელმწიფოს შიგნიდან, კორუფცია იყო ის მთავარი მიზეზი, რის გამოც არ ყავდა თანამედროვე პოლიცია, არ ყავდა ჯარი, არ ყავდა საგადასახადო საბაჟო და არ ქონდა ელემენტარულად რესურსი იმისთვის, რომ პენსიონერს 14 ლარი იყო მაშინ პენსია და იმასაც კი ვერ აძლევდნენ თვეების განმავლობაში და პენსია გაზრდილიყო, გზები აშენებულიყო, ქალაქები დამშვენებულიყო, სამუშაო ადგილები შექმნილიყო და რაღაცა ქვეყანა ამოძრავებულიყო, რომ ადამიანს ამ ქვეყანაში ცხოვრების პერსპექტივა შექმნოდა და საქართველოს ყოფილიყო ცივილიზებული თანამედროვე როგორც ზურაბ ჟვანია თქვა, ქართული, მაშასადამე ევროპული სახელმწიფო. აი ამის პერსპექტივა დავინახეთ და დავინახეთ, რომ ჩვენ ყველანი ცოტათი ასე ვთქვათ გიჟები აი ამ ყველაფრით ვიყავით შეპყრობილები და განსაკუთრებული ერთმანეთისადმი მოთხოვნებით და ზოგადად გარემოსადმი ასევე მოთხოვნებით შეგვეძლო რაღაცა გავკეთებია რადიკალურად გამოგვესწორებია. 2012 წელსაც შეგვეძლო ძალიან კარგად დაგვენახა ის ცვლილებები რაც გამოიწვია ვარდების რევოლუციამ, ანუ რა იყო 2003 წლის ბოლოს საქართველოს
მართლა ჩაბნელებული ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით და ხალხი ამბობდა რომ ოღონდ დენი იყოს და სხვა არაფერი არ მინდა მივხედავ თავს. ნაწილი ამბობდა რომ ოღონდ ადამიანებს არ იტაცებდნენ, ოღონდ ადამიანებს არ კლავდნენ და მანქანებს არ იპარავდნენ და ასე შემდეგ. ელემენტარულად ქუჩაში შუქი იყოს და ოჯახის წევრის, ქალის, ბავშვის გარეთ გასulis არ გვეშინოდეს და ყველაფერი დაალაგდება. ბიზნესმენები ამბობდნენ ოღონდ ვიღაცა გთამსართხოვდეს საბაჟოზე, საგადასახადოზე და დანარჩენს დავალაგებთ. აი ბევრი ასეთი რაღაცა პრობლემა რო იყო პრაქტიკულად ყველა სფეროში, ხო? აი 2003 წლის ბოლოს აი ამ საქართველოსდან მივედით 2012 წელს იმ საქართველოსამდე, რომელმაც შეძლო, ну აი მარტო ესე ციფრებით რო ვთქვათ, ეკონომიკა 4ჯერ გაეზარდა 400%-ით. ბიუჯეტში შემოსავლები გაეზარდა 11ჯერ, მაშინ როცა საგადასახადო წნეხი შემომცირეთ 60%-ით და მსოფლიო ბანკის შეფასებითვე პირველ ყოვლისა ეს მნიშვნელოვანი 70% რო იყო ჭდილოვანი ეკონომიკა დაიწია 5%-ამდე და ამან მოგვცა საშუალება რომ გადასახადების შემცირების მიუხედავად ბიუჯეტი 11ჯერ გაიზარდა და აქედან გამომდინარე 11ჯერ გავზარდეთ 11ჯერ მართლა გავზარდეთ პენსია ამ წლების განმავლობაში ისევე როგორც შეიძლება მეტჯერაც ხელფასები პოლიცია ახალი შეუქმნით და პოლიციელებისთვის ჯარი ფაქტიურად ახალი შეუქმნით ჯარისკაცებისთვის მათთვის დაზღვევები იგივე უნივერსიტეტებში ჩატარებული რეფორმების წყალობით სადაც ჩატარდა ეს რეფორმა მართლა პროფესორებს რო 150 და 200 ლარი ჰქონდათ ხელფასი გაეზარდა ზოგიერთს დღეს რა ვიცი 2000 3000 აქვს შეიძლება მეტიც ჰქონდეს ვიღაცას ხო აი ასეთი ნახტომი განვიცადეთ და ნათელი იყო ეს კონტრასტი აი დღეს რო ყველა ის ინსტიტუცია სახეზეა და ფუნქციონირებს რომელსაც სხვათა შორის ძალიან ეფექტიანად უკვე სათავისოდ იყენებს ბიზნე ივანიშვილის რეჟიმი ეს რუსული რეჟიმი ხო რომ ძლიერია პოლიცია იყენებს რომ ძლიერია ჯარი იყენებს ძლიერია სუსი ძლიერია ყველა ინსტიტუტი ძლიერია ეკონომიკა ხო ამას იყენებს სათავისოდ ხო ჩვენ თუ ამ უნდა იმისთვის რომ რაც შეიძლება სწრაფად წინ წასულიყო და აი ამ სიჩქარეში შეცდომებიც მოხდა რა თქმა უნდა და შეიძლება ადამიანებსაც ვატკინეთ კიდევაც აი ამ ჩქარაჩქარობაში მაგრამ აი ეს ყველაფერი რო არ მომხდარიყო და ეს ყველაფერი რო არ იყოს დღეს საერთოდ წარმოუდგენელი იქნება რაიმე ნორმალურობაზე საქართველოს რაიმე ევროპულობაზე და პერსპექტივაზე საუბარი ჩვენ ახლა ერთი ნაბიჯით კი არ ვიქნებოდით უკრაინასა და მოლდოვასთან ჩამორჩენილები სადღაც ვიქნებოდით ცენტრალური აზიის სახელმწიფოების და შეიძლება უფრო უარეს მდგომარეობაში ის რომ არ მომხდარიყო რაც მოხდა ვარდების რევოლუცია ეს ერთი და მეორე ის რეფორმები არ განხორციელებულიყო რომელიც ვარდების რევოლუციამ მოგვცა საშუალება რომ გაგვეხორციელებია თავისი მინუსები თავისი შეცდომებით მაგრამ აი უზარმაზარი ნახტომი წინ როგორც კიდევ ერთხელ ვიტყვი მსოფლიო ბანკის მონაცემებით ნომერ პირველი რეფორმატორი ქვეყანა გავხდით მსოფლიოში და ეს ასე შემთხვევით და ჰარი ჰარალეთ ამას არავინ არ იძლევა